დაგლოცოთ ღმერთმა წყალობა და კურთხევა არ მოგაგლოთ, ძვირფასო რადიო მსმენელებო, ყოველნო მართლმადიდებელნო ქრისტიანინო, ჩვენ ვისაუბრეთ კვირა დღის მნიშვნელობის შესახებ. ამჯერად გსურს გავამახვილოთ ყურადღება კიდევ ერთ მცნებაზე, 10 მცნებიდან, რომელიც ბრძანებს, რომ არ აქმნა თავისა შენისა კერპი. არცა ქვისაგან, არცა ხისაგან, არცა სხვა რამე ნივთიერებებისაგან. ეს იყო მოსეს ჯულის 10 მცნების მეორე მცნება და ის პირდაპირ უგზალავდა იუდეველებს და მთლიანად კაცობრიობას კერპ თაყვანისმცემლობას. მოგეხსენებათ, პირველი კერპები უძველესი დროიდან გაჩნდა ქვეყნიერებაზე, მისი ესეთი დაფუძლებელი შეიძლება ითქვას იყო ახსურეთის მეფე ნინოსი, რაც შეეხება შემდეგ უკვე მართალშტოში, აქ უკვე სერუქს, რომელიც იყო მოდგმაში პირველი, მან მიიღო წარმართთა მეფისაგან უკვე გამოგონილი კერპები და ისწავლა მათი დამზადება, გაყიდვა და აი ამ ხელობით არჩენდა იგი თავის სახლეულს. და წარმართებთან ერთად მან იმ კერპების თაყვანისცემაც დაიწყო და თავის სახლს უღირსებით დიდად ავნო, როგორც ამას ბრძანებს წმინდა მამები. როგორც ვიცით, მან ეს საქმე თავის ვაჟსაც ასწავლა, ნაქორს, ხოლო ნაქორმა თავის ვაჟს თარას და აბრაამის მამას. და როგორც ქალდეველები თვლიდნენ ცეცხლს თავიანთ ღმერთად, ასევე ეგვიპტელებიც ასევე თვლიდნენ ღმერთად წყალს და მას ცემდნენ თარყვანს და მათ შორის ქალდეველებსა და ეგვიპტელებს ქურუმებს შორის შემდეგ იყო დავა კიდეც იმის თაობაზე თუ რომელი იყო ჭეშმარიტი ღმერთი, რომელი იყო უფრო ძლევამოსილი და ქალდეველები ამტკიცებდნენ, რომ მათი ღმერთი ცეცხლი ღმერთებს შორის ყველაზე ძლიერიაო, რადგან ის არა მხოლოდ ხის ღმერთებს ანადგურებსო, არამედ ქვის ღმერთებსაც მუსრავსო, ხოლო ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ადნობსო. და ამიტომ ეგვიპტელებმა ესეთი ხერხს მიმართეს, გააკეთეს კერპი, კანოპასის მსგავსი, დიდი ჭურჭელი და ნასვრეტები გაუკეთეს აი ამ ჭურჭელს, შემდეგ ეს ნასვრეტები სანთლითა და ფისით გადაადნეს და ჭურჭელი წყლით აავსეს და კერპს დასაწვავად გარშემო ცეცხლი დაუნთეს და როდესაც ცეცხლმა სანთელი და ფისი დაადნო, ჭურჭელში წყალი წვიმასავით, ესე იგი წამოვიდა და ცეცხლი ჩააქრო. და მაშინ ეგვიპტელებმა სიხარულით შეძახეს, რომ ჩვენი ღმერთი თქვენზე ძლიერიაო და შეარცხვინეს ქალდეველები. აი ესეთია მოკლე ისტორია, ჩვენ ვიცით, რომ ამის შემდგომ ებრაელებში არაერთი თაობაში შეინიშნებოდა კერპთაყვანისმცემლობის ნიშნები და ღმერთი ყოველთვის უგზალავდა მათ უმკაცრესად, მათ რჯულის თანახმად ჩაქოლვა ემუქრებოდათ და ვიცით, რომ უამრავი ღვთის რისხვაც კი დაატყდათ თავს იმის გამო, რომ მათ ისინი არ ცემდნენ ჭეშმარიტ ღმერთს თაყვანს, არამედ მიიდრიკებოდნენ ხოლმე ხან ქვის კერპებისაკენ თაყვანს, ხან ცეცხლისა, ხან წყლისაკენ თუ სხვა ბუნებრივი ქმნილებისა თუ მოვლენებისაკენ. ამიტომ ეს იყო უხეში დარღვევა ღვთის მცნებისა და ამით კატეგორიულად და მკაცრად სასტიკად ისჯებოდნენ ისინი. ეს რაც შეეხება ძველ დროს ეს უგზნობი კერპები შეშლილ ადამიანის ღმერთებად მიაჩნდა და ჩვენთვის კიდე აი ამ ცოდვილ სამყაროში კი ჩვენი ცოდვიანი ბნებებია თითქოს და ღმერთი, აი ესეთია თუ ძველი ადამიანები კერპებს უმეცრებით ეთაყვანებოდნენ, რადგან ნათელი ჭეშმარიტებისა ჯერ კიდევ არ იყო მათთან ამოწყინებული, ჩვენ კიდე სამწუხაროდ წმინდა სარწმუნოებით განათლებული ქრისტიანები შეგნებულად ვცოდავთ ხოლმე და ჩვენს ბნებებს ღმერთებივით ვემსახურებით. ისინი ხშირად რაღაც უფრო მწარვალთა და მეფეთაგან იძულებით
ეთაყვანებოდნენ კერპებს, ჩვენ კი ისე რომ არავინ გვაიძულებს აი ამ თაყვანისცემას, ესეთნაირად ცემთ თაყვანს აი ამ უხილავ კერპებს და რაზეა საუბარი? ჩვენ ვსაუბრობთ იმ ვნებებზე, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ადამიანი ემონება და ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ცოდვის მონა ხდება. ის რომ ცოდვიანი ვნებები გაღმერთებულ კერპებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ნათლად წარმოაჩინა და თქვა პავლე მოციქულმა, რომ მრავალ ვინმე ვლენან, რომელთათვის მრავალგზის გეტყოდეთ თქვენ, ხოლო აც ტირილით გითხრობ თქვენ მტერთა მათვის ქრისტეს ჯვარისათა, რომელთა აღსასრული წარწმენ და არს, რომელთა ღმერთი მუცელ არს. და კიდევ ეგევითან იგი უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა არა მონებენ, არამედ თვისა მუცელსაო. ესე იგი, ერთ-ერთი პირველი, რასაც ადამიანი ემონება გახლავთ, სწორედ მუცელყურობა, გემოთმოყვარეობა, ნაყროვანება და სიმაძღრე, სიმთვრალე და მისთან მსგავსი ვნებები, რომლებიც ადამიანისაგან ადამიანი მათგან ქმნის კერპებს, ანუ ისინი უყვარდება უფრო მეტად ვიდრე ღმერთი. და ჩვენ კიდე გულისხმავთ უნდა, რომ რატომაა რომ ჩვენი სტომაგე, ჩვენი ღმერთი, იმიტომ რომ მას როგორც ღმერთს მივაგებთ ხოლმე ჩვენ პატივს, ხშირად უფრო მეტიც ვიდრე ერთ ღმერთს. და ისე არ ვემსახურებით იესო ქრისტეს მარხვით, მოგძალებით, ცოდვათა მოგვტინებით, რამდენად ვემსახურებით ჩვენ ხშირად ჩვენ სტომაქს ნაყროვანებით, ლოთობით, ხორციელი რაღაც სიამეებით, უამრავია მათი მსგავსი. ასევე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ სხვა ვნებებთან დაკავშირებითაც, თუ მათ დავემონებით, ისევე ჩვენთვისაც ისინიც ღმერთებად იქცევიან. და წმინდა იერონიმე რჯულის სიტყვებს ბრძანებს, რომ ასე განმარტავს რჯულის სიტყვებს, რომ ვისთვისაც სტომაქი არის ღმერთიო, მისთვის ახალი ღმერთი არსებობსო. და რამდენი ვნება, რამდენი ცოდვაც გვაქვსო, იმდენი ახალი ღმერთი გვყავსო ჩვენ. რამე თუ თითოეულისათვის ღმერთი ისა, რაც სურს და რასაც ემსახურება. წმინდა იოანე ოქროპირიც ბრძანებს ამის შესახებ, რომ ჩვენ ბოროტსა და უზნეო კერპთაყვანისცემას ვემსახურებითო და ნუ მეტყვიო, რომ ოქროს კერპს არ ეთაყვანები, არამედ მიჩვენე, რომ არ აკეთებ იმას, რასაც ოქრო გიბრძანებს, რადგან სხვადასხვა გვარია კერპის სამსახური, ერთი მამონას თვლის თავის ბატონად, მეორე საკუთარ მუცელს თვლის ღმერთად, ვინმე კიდე სხვა რაიმე ბოროტ ვნებას. და თუ კი მათ ძველი ბერძნებივით ხარებს არ წირავენ, მაშინ უარეს აკეთებენ, რადგანაც მათ ნაცვლად შენს სულს კლავენ, მუხს არ იდრეკენ, თაყვანს არცემენ კერპებს, თუმცაღა დიდი მორჩილებით აღასრულებენ ყველაფერს, რასაც ისინი სტომაქი, ოქრო გვიბრძანებს ჩვენ. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ძმაო და დანო, რომ ადამიანს აქვს დაყოფილი ეს კატეგორიებად კერპთაყვანისმცემლობა და მთავარი ის არის, რომ სად არის ადამიანისთვის ცენტრი ცხოვრებისა, ღმერთია ეს თუ მუცელი და ავხორცული ვნებები. აი ეს უნდა იქნეს გარკვეული ყველა ქრისტიანის მიერ. ჩვენ თქვით, რომ ესეთი შეიძლება დავყოთ რამოდენიმე კატეგორიას. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ყველაზე უხეში და ყველაზე მდაბიო ვნებები, რომელიც ჩამოთვალეთ ჩვენ ნაყროვანების, გემოთმოყვარეობის თუ სიმთავრალისა და სიმაძღრის სახით. და არსებობს ესეთი ერთი ისტორიული ამბავი, ვინმე ფრანგი იყო, რომელსაც ძალიან გემრიელ საჭმელ საწმელს აკეთებდა და ფაქტიურად მან თავისი ცხოვრების მიზნად გახადა კარგი ჭამასმა, საუკეთესო ჭამასმა და მისი კულინარიული დამზადება და აი ამ ვნების დასაკმაყოფილებლად ის
არც ძალღუნეს იშურებდა, არც ხარჯებს იშურებდა და არც სხვა რამეს, მან დიდი ინტერესით, ესე იგი, შეისწავლა კულინარიის ისტორია და ამ სფეროში უდიდეს წარმატებასაც მიაღწია და მან იცოდა ყველა იშვიათი კერძი, თუ ოდესმე მიირთმევდა მეფეები, დაწყებული ყველა ცნობილი მდიდარი ადამიანი, მან იცოდა როგორ უნდა დამზადებულიყო ეს კერძები, სხვადასხვა ქვეყნებიდან აკეთებდა შეკვეთებს ამ კერძებისა და ბოლოს მან ამ საქმეზე თავისი დიდძალი ქონება, რაც კი ქონდა, სრულიად დახარჯა, რომელიც შთამომავლობით ერგო მას და როდესაც ჯიბეში უკვე მხოლოდ ერთი ფრანკი ქონდა დარჩენილი, წავიდა ბაზარში, იყიდა რაღაც უცხო ფრინველი, შეწვა ის საუკეთესო უმაღლესი კულინარიული წესით, შეჭამა და შემდეგ თავი მოიკლა. აი ესეთი იყო მისი ცხოვრება, მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, იმიტომ რომ მას უკვე აღარ შეეძლო თანხა ვინაიდან აღარ ქონდა, აღარ შეეძლო იმ საუკეთესოების ჭამასმა, რომლისთვისაც ის ცხოვრობდა ამ ქვეყნად. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ვნებებთან მიმართებაშიც და ალბათ არ არსებობს ძმანოდანო ვნება, რომელსაც ადამიანი არ აღმერთებს. მაგრამ ამგვარ ვნებებს ადამიანის დაკმაყოფილება არ შეუძლია. აი ეს არის მთავარი. ისინი მხოლოდ წამიერად ატკბობენ, ათრობენ, აბრუებენ ადამიანს, მაგრამ საბოლოო ჯამში დამანგრევლად მოქმედებენ არა მხოლოდ სულიერ ცხოვრებაზე, არამედ ადამიანის ორგანიზმზე, ჯანმრთელობაზე და შემდეგ წლები გადის და ესეთი უზომო არასწორი ჭამასმისაგან, გართობებისაგან გატარებული დროში მძიმე სნეულებებით, ტკივილებით და სხვადასხვა სახით უბრუნდება ადამიანს და ბოლოს, რა თქმა უნდა, კლავს მას. გარდა ამისა, ვნების კულმინაციის დროსაც კი მისგან მიღებული ეს ფიზიკური დაკმაყოფილება უფრო ნაკლებია, ვიდრე სურვილი გაღვივებული ამა თუ იმ ვნების მიერ და ესეც კარგად იცის ადამიანმა. ნება დაუკმაყოფილებელი რჩება თავისი განვითარებისაებ, ითხოვს უფრო ძლიერ და უფრო დახვეწილ სიამოვნებას და აი ამ დროს სხეული ნელ-ნელა უკვე იშრიტება, უძლურდება, სულ უფრო ნაკლებად მიჰყვება აი ამ ვნებას და უკვე აღარ ყოფნის მას ფიზიკური ძალაც ვნების დასაკმაყოფილებლად და იწყება აი ამ ვნების სურვილსა და შესაძლებლობას შორის ამ დაკმაყოფილების რღვევა და ამ დროს ვნება მხოლოდ აწვალებს ადამიანს, მაგრამ სიამოვნებას უკვე ვეღარ ანიჭებს. აი ამ სეთია გნებავთ ჭამასმის ვნება, როდესაც ადამიანს სვამს გაუთავებლად, შემდეგ აუცილებლად მას ჯანმრთელობა ერღვევა და მას სურვილი უჩნდება დალევის, მაგრამ უკვე ფიზიკურად არ შეუძლია ამის გაკეთება და ეს ვნება ტანჯავს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ გემოთ მოყვარეობაზე, იგივე შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ მრუშობის ვნებაზე თუ სხვაზე. ეხლა სხვა მეორე ჯგუფის კატეგორიის კერპი გახლავთ ჩვენი დროის ჩვეულებრივი ეს ვნებები, რასაც ქვია ამპარდავნება, დიდების მოყვარეობა, პატივმოყვარეობა, ქედმაღლობა და ასე შემდეგ. მათი მთავარი ბოროტება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი აშორებენ ადამიანს ადამიანებს ერთმანეთისაგან. მიმართავენ მათ მტრობისკენ, შუღლისკენ და ეს პირდაპირ ცხადდება ადამიანში სურვილი ამისი, რადგან მას გონია სხვაზე უკეთესი საკუთარი თავი. აი ამ ვნებით ადამიანი ცდილობს დაეკმაყოფილოს ყოფითი კეთილდღეობა, რასაც ქვია სიმდიდრე, ძალაუფლება, პატივმოყვარეობა, პატივში ყოფნა და აი ამ სიმდიდრის გაყოფა ერთნაირად შეუძლებელია, ხო? ზოგი უფრო მდიდარია, ზოგი ნაკლებად, ამიტომ იწყება მათ შორის სასტიკი ბრძოლა, ყველას წინააღმდეგ
ადამიანი ვერ რჩება კმაყოფილი თავისი გამარჯვებით, მას უფრო და უფრო მეტი სურს, ვინაიდან იცის, რომ არ ეძინება ამის გამო, რომ მასზე უფრო მდიდარი, მასზე უფრო გავლენიანი და საპატიო ადამიანი არსებობს და მთელი მისი სურვილი მისკენ არის მიდრეკილი, რომ რაიმენაირად იმას ავნოს და რაიმენაირად იმაზე უპირატესი გახდეს. და წარმოიდგინეთ მდიდარი კაცი, რომელსაც დაგროვილი სიმდიდრე, რომელიც ოდესმე ახარებდა უკვე, აღარ ახარებს. მას ვერ ძინავს კარგად, იმიტომ რომ იცის, რომ მასზე მდიდრები არიან, რომლებსაც მასზე მეტ სურვილს იკმაყოფილებენ. აქ კვლავ ღვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ პირველ კატეგორიასთან, იმიტომ რომ აქაც შეუძლებელია ადამიანმა სრულფასოვნად დაიკმაყოფილოს თავისი ვნება. და მესამე ჯგუფის კატეგორიას უმაღლესი ხარისხის კერპები წარმოადგენს. ეს კერპები გახლავთ უფრო ინტელექტუალური, რასაც ქვია ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ქველმოქმედებასაკენ ისეთი ჩაძირვა ამ საკითხებში, რომ ისინი აქვთ სწორედ ეს მეცნიერებები თუ ხელოვნება აქვთ გაღმერთებული და გაკერპებული და ამ კერპებისადმი მსახურება ერთის შეხედვით არ ჟღერს ასეთად, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით სინამდვილეში, აქაც შეზავება ხდება ამ პარტავნებასა და დიდების მეყვარეობის ვნებასთან. გარდა ამისა, ამ სფეროებს არ მიყავს მტრობამდე, მაგრამ იმიტომ რომ მოქმედების არეალია უსაზღვროდ დიდი, მაგრამ საქმე ყველას ყოფნის, მაგრამ კონკურენცია იწყება მაშინ, როდესაც აი ამ კერპებს შეერწყმის მეორე ჯგუფის კერპები, რასაც ქვია სიმდიდრისა და პატივისაკენ ლტოლვა. აი ამ მაშინ უკვე აი ამ ადამიანებში ვამჩნევთ, შეიმჩნევა საშინელი ვნებები ამ პარტავნებისა, დიდების მოყვარეობისაგენ ლტოლვა, რომელიც სწორედ რომ აი ამ ხელოვნებით თუ მეცნიერებით თუ ქველმოქმედებით სურთ ამის განხორციელება. რა თქმა უნდა, ეს ყველა ადამიანს არ ეხება, არის ჭეშმარიტი მეცნიერებიც, არის ჭეშმარიტი ხელოვანი ხალხიც და ჭეშმარიტი ქველმოქმედებიც, მაგრამ ჩვენ სულ სხვა რამეზე საუბრობთ, როდესაც მიზნა ცხოვრებისა, ცენტრი ცხოვრებისა არა ღმერთია, არამედ აი ეს საგნები, რომლებზეც საუბრობთ ჩვენ. და თანამედროვე საზოგადოებაში ეს ზნეობრივი იდეალების დონე იმდენად არის დაქვეითებული, რომ აი ამ კერპებისადმი მიძღვნილი ცხოვრება ლამის უმაღლეს სრულყოფილება და სათნოებად არის მიჩნეული. ჩვენ ხედავთ ამას ნათლად, რომ მეცნიერებისა და ხელოვნების კორითეები, რასაც ქვია, ჩვენში საზოგადოებაში უთუოდ უფრო ფასდებიან ვიდრე მოგზალებული ქრისტიანი მოღვაწეები და გულწრფელი მსახურების ყველაფრის მიუხედავად სრულ კმაყოფილებასა ბედნიერების მოცემა, რა თქმა უნდა, აი ამ დარგებსაც არ შეუძლია. პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ისინი მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებენ ადამიანის მოთხოვნილებას. გნებავთ ავიღოთ მეცნიერებაში გონება კმაყოფილდება, ხელოვნებაში გრძნობა, განცდები კმაყოფილდება და ასე შემდეგ, სულ სხვა მხარეებია დაუკმაყოფილებელი ამ შემთხვევაში. რელიგიაში კი მართლმადიდებლობაში ადამიანი გაცილებით მეწყებულობს, ვინაიდან ის ადამიანის სულს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ადამიანის სულის ღმერთთან ურთიერთობით ადამიანი სრულად იმსჭვალება ჭეშმარიტებით, სიკეთისა და სილამაზის ღმერთში ყოფნით და ადამიანი მთლიანად ცხოვრობს აი ამ იდეალებით, რასაც ქრისტიანობა, რასაც ქრისტეს მცნებები გვთავაზობს ჩვენ და მისი ცხოვრება განათებული, ბედნიერი, თავისუფალი ხდება, იმიტომ რომ ის არ არის დამონებული ცოდვას, ის არ არის მონა ცოდვისა. მარტო ამით ადამიანი ღებულობს უკვე უდიდეს ბედნიერებას და ეს კარგად ჩანს წმინდათა ცხოვრებებში. და აი ამ მესამე კატეგორიის კერპების მსახურებაში
დევს იგივე ელემენტები, თქმა უნდა, ჭეშმარიტებისა, სიკეთისა და სილამაზისაკენ ტოლვაში, ამიტომაც ეჩვენება ადამიანს ისინი ესოდენ აღმატებული, მაგრამ ჯერ ერთი ეს ელემენტები აქ დაგსაქსულია და ცალკეულად არის წარმოდგენილი, ვინაიდან მეცნიერება ადამიანის ჭეშმარიტების გამოხატვას ცდილობს, ხელოვნება სილამაზის, ქველმოქმედება სიკეთის გამოხატვას, ანუ აქ დაგსაქსული სიტუაცია გვაქვს, არ არის წარმოჩენილი სრულად სისავსით ეს სრულყოფილებისაგან ტოლვა, აქ არ ხდება მათი შერწყმა. ერთიან რაღაც საოცარ სიმფონიაში, რომელსაც შეუძლია ადამიანის, რასაც ქვია სრული დაკმაყოფილება, როგორც ამას აკეთებს მართლმადიდებლობა. გარდა ამისა, ეს პიროვნული ცოცხალი ღმერთი, რომელიც რელიგიაში არის უმაღლესი იდეალების, ჭეშმარიტების, სიკეთის, სრულყოფილი სილამაზის მატარებელი, აქ ჩანაცვლებულია აი ამ განყენებული უსულო შეხედულებებით, პირდაპირ შეიძლება ითქვას სუროგატებით, რომლებსაც რა თქმა უნდა, არ შეუძლია მისცეს ადამიანს ისეთი წმინდა და ამაღლებული განწყობა, როგორც ამას აძლევს ქრისტიანობა. არ შეიძლება არც მეცნიერების, არც ხელოვნების შეყვარება იმდენად სიღრმისეულად, როგორც ღვთისა. ეს არის მთავარი ჩვენი სათქმელი და ბოლოს მეცნიერებისა და ხელოვნების თაყვანისცემა არის განსაკუთრებული ფორმის თაყვანისცემლობა. ადამიანი აქ ეთაყვანება საკუთარ გამოგონებას, ანუ თავისი გონებისა, გულის ქმნილებას, ხო? გრძნობების, განცდების შემოქმედებას. აი ამიტომაც აქ არ შეიძლება არსებობდეს უმაღლესი სრულყოფილება. ნებისმიერი თუგინდ ყველაზე ძლიერი ფანატურად მეცნიერების მოთაყვანი ადამიანში ყოველთვის ზის ეს სკეპტიციზმის მატლი, რომელიც რღვნის მის გონებას ეჭვებით, რომ იქნებ აქ არ არის ჭეშმარიტება. და შეცდომა და სიცრუე სავსებით შესაძლებელია იქ, ვინაიდან ის არ არის უცდომელი კრიტერიუმების მატარებელი. ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანის მიერაა შექმნილი, ხოლო ადამიანს ახასიათებს შეცდომები. და მხოლოდ ერთადერთი შემთხვევაში მსახურება მეცნიერებისა და ხელოვნებისადმი გახლავთ ნაყოფიერი და ადამიანის ყოვლის მომცველი, როდესაც ის დაკავშირებულია რელიგიასთან, რელიგიურ იდეალთან. როცა მეცნიერები დაკავებული ადამიანი მას უყურებს როგორც საშუალებას იმისათვის, რომ მან მოიპოვოს ჭეშმარიტება და სრულყოფილება. ანუ გააღვივოს ადამიანში უმაღლესი ფასეულობები, სიყვარული ღვთისადმი, ჭეშმარიტებისადმი, სიკეთისა და სილამაზისადმი. სხვაგვარად რო ვთქვათ, მეცნიერებასა და ხელოვნების მსახურებით სინამდვილეში ადამიანი უნდა ემსახურებოდეს ერთიან ჭეშმარიტ ღმერთს. აქედანაც ჩვენ ვხედავთ კარგად ამ თუ ადამიანი კარგავს აი ამ კავშირს ღმერთთან, არ ილტვის მისკენ და მასში არ პოულობს ძალასა და შეძენას შთაგონებისათვის, მაშინ ის იწყებს ამის ძებნას თავის ნაზრებში და არა ღვთის სრულყოფილებაში, არამედ საკუთარ თავისაგან ქმნის ნაშრომს. ხოლო ამას, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდ რღვევამდე, ბანკროტამდე მიყავს ადამიანი, იმიტომ რომ უთუოდ ეჭვებამდე და მეცნიერული აქსიომების უარყოფებამდე მიყავარ და ამით არ ყვევს აი ამ მეცნიერების საფუძლებსაც. და ვხედავ ჩვენ, რომ ყველა ჭეშმარიტი მეცნიერი, რომელიც იყო დიდი მეცნიერი, ყველა ისინი იყვნენ მორწმუნეები, იმიტომ რომ ყველგან ხედავდნენ ღვთის ხელს. და პირიქით ეს ათეისტი მეცნიერები მუდმივ ცვალებადობაში იმყოფებიან, მუდმივ ჰიპოთეზებში და ეს ერთი არგუმენტი როგორც წესი დროთა განმავლობაში იცვლებოდა მეორეთი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არ იყო ჭეშმარიტებისაგან. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც მეცნიერება და ხელოვნება წინ გასწიეს, იყვნენ და წარმატება მიაღწიეს, ეს იყვნენ ღრმადმორწმუნე ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ხელოვნების ნიმუშები და პირიქით ადამიანები, რომლებიც
ღვთის გარეშე ცდილობდნენ ამ ადამიანების შემოქმედება, როგორც ბაბილონის გოდოლის მშენებლები, მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ უდიდესი გონიერი ხალხი და საკმაოდ ნიჭიერნიც, მაგრამ ღვთის წინააღმდეგ წასული ადამიანის ცხოვრება ინგრევა, როგორც დაინგრა ბაბილონის გოდოლი. ამრიგად ჩვენ აი ამ ეს ნეობრივი კერპთაყვანის მცემლობამ ჩვენში რომ არ გამრავლდეს, რომ არ მოიგიდოს ფეხი, ჩვენ სულიერი მოღვაწეობა უნდა გავაძლიეროთ. ამას წმინდა მამები უწოდებდნენ უსისხლო ბრძოლას ვნებებთან. არსებობს კიდევ სხვა ბრძოლა, რომელიც წმინდა მოწამეებმა გასწიეს ღვთის წინაშე, როდესაც მათ სთავაზობდნენ კერპების თაყვანისცემას, ისინი უშიშრად დებდნენ თავს ქრისტესთვის, პირიქით სიხარულით მიდიოდნენ სატანჯველებისაკენ და ეს იყო ურიცხვი მოწამეთა რაზმი, რომლებაც ქრისტესთვის სისხლით ასტყიეს, მრავალგვარი სიკვდილით მოაგვტინეს ისინი და ასევე ახლაც, როცა ჩვენს სნეში გავრცელებულია ცოდვიანი კერპთაყვანისცემა, ჭეშმარიტი ქრისტიანები, თუმცა სისხლის დაუღრელად ქრისტეს სიყვარულისთვის უნდა მოწამეები უნდა გავხდეთ. დღენიაдаг აი ამ ბნებებს უნდა ვებრძოდეთ, ვაგვტინებდეთ ცოდვებს ჩვენში, რომლებმაც გაღმერთებას სცადეს, რათა ცოდვის ჩადენა ვერ შევძლოთ და ცოდვის სიტყვებას არ დავემონოთ. რადგან როგორც ჩვეული ცოდვა ჩვენი ზნეობის კერპი, ესევე ცოდვისადმი წინააღმდეგობა მოწამეობრივი ღვაწლია, აი ესე ბრძანებენ სწორედ რომ მამები და ჩვენ შეგვიძლია ესე იგი შევერაცხოთ მოწამეთა დასში, მოწამეთა რიცხვში, აი იმ უსისხლო ბრძოლით, რომელიც გაჩაღებული გვაქვს, უნდა გვქონდეს ყოველ შემთხვევაში ვნებებთან და რომელზეც უნდა გავემარჯვოთ ჩვენ ქრისტეს მადლითა და შეწევნით. ღმერთმა დაგლოცოს და გაგვაძლიეროს და მოგცეს ამისი ძალა და უნარი